გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავ IoT არქიტექტურას. ამ გაკვეთილის ბოლოს შეძლებთ ახსნათ IoT არქიტექტურა და ჩარჩოები. აღწეროთ IoT-ის ინტეროპერაბილურობის დიზაინი და მისი მნიშვნელობა. განვიხილოთ ინდუსტრიაზე მორგებული გამოყენების შემთხვევები. განვიხილოთ IoT მოწყობილობის არქიტექტურა. IoT მოწყობილობის არქიტექტურას აქვს 4 ფენა. პირველი ბაზის ფენა, რომელიც მოიცავს IoT მოწყობილობებს, როგორც არის სენსორები და სხვა კომპონენტები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების შეგროვება, გამოთვლა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება. მეორე გახლავთ IoT Gateway, აგრეგაციის ფენა. აქ ხდება სენსორებიდან მიღებული მონაცემების აგრეგაცია. ეს ფენა ადგენს წესებს მონაცემების აგრეგაციისთვის. მესამე გახლავთ მონაცემთა დამუშავების ფენაზე, რომელიც სადაც გამოიყენება ალგორითმები და მონაცემთა დამუშავების ელემენტები, რომელთა შედეგებიც ნაჩვენებია ეკრანზე. აპლიკაციის ფენა გახლავთ მეოთხე. ეს ფენა უზრუნველყოფს მესამე მხარის აპლიკაციების ინფრასტრუქტურის ინტერფეისს. ეს არქიტექტურა მართულია უსაფრთხოების სისტემებით, როგორიცაა მოწყობილობების მენეჯერები და იდენტობის მართვის სისტემები. IoT მართვის არქიტექტურის მაგალითებია. მოწყობილობის ფენა. IoT მოწყობილობის ფენა, რომელიც შეიცავს სენსორებს, Bluetooth-ით დაკავშირებულ მობილურ მოწყობილობას, რომელიც დაკავშირებულია Ethernet-ით. კომუნიკაციის ფენა, სადაც მონაცემები იგზავნება IoT Gateway-ით, რომელიც პასუხისმგებელია სერვერის მეშვეობით მონაცემთა გადაცემაზე და მათ ინტეგრირებაზე სხვადასხვა პროტოკოლებში. მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის ფენა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზს და რეალურ დროში მოვლენების დამუშავებას. ძირითადი IoT სტანდარტებია M2M, კონტიგი, IoT მიკროკონტროლერების ოპერაციული სისტემა, Light Operating System და SignFox, რომელიც დაბალი სიმძლავრის IoT მოწყობილობებისთვის გამოიყენება. IoT ინტეროპერაბილურობის დაკავშირებული სირთულეები მოიცავს განსხვავებულ მოწყობილობებს, მონაცემთა ფორმატებსა და მოდელებს, რაც ართულებს გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებას. IoT სისტემების შექმნისას უაღრესად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მუშაობის სანდოობა, ენერგიის ეფექტიანობა და მონაცემების უსაფრთხოება. მადლობა ყურადღებისთვის.